მეგონა ფერცხულიანი. დავიბადე თბილისში და შეგვიძლია აფხაზეთთან მყავს დევნილები ვართ და მე ვარ 17 წლის. 2 წლის წინ მე იაპონურსა და კორეულზე ვცდილობდი რომ რაღაც ენები მესწავლა, მაგრამ ავირჩიე ჩინური. მეგონა რომ ჩინური ძნელი იქნებოდა, ძნელი არ აღმოჩნდა და რომ დავიწყე მაგის სწავლა, ადვილი გრამატიკაც ჰქონდათ და თან იეროგლიფები ხატვაც შემიძლია და პირიქით დამეხმარა ხატვაც, რომ იეროგლიფებიც ადვილად მესწავლა. ძალიან ბევრი იეროგლიფი აქვს და რთული ჩანს, მაგრამ თუ დავუშვები და ისწავლი, ადვილი სასწავლია და როცა იცი საიდან დაიწყებ წერას და რაღაცას მიხვდები როგორ უნდა დაიწყო და გააგრძელო წერა. რამდენიმე შტრიხი აქვს და რაღაც ხერხები და ეგ უნდა დავიმახსოვროთ და ისე უნდა დავწყოთ. ხშირად ვკითხულობ ხოლმე ჩინურ წიგნებს და ვეცნობი ბევრ რამეს, რომ უფრო განვითარებისკენ წავიდე. უძველესი ტრადიციები აქვს და კულტურაც დიდ პატივს სცემენ ტრადიციასაც და კულტურასაც. ჩემი სურვილი არის, რომ მაღალ დონეზე ვისწავლო ჩინური და პროფესიონალურ დონეზე ვიცოდე, რომ მე ჩინეთში წავიდე საქართველოს სახელით და გავაცნო საქართველოს ჩინელებს და ჩინეთს. ამის გამო მინდა რომ სინოლოგი გავხდე და თარჯიმანია. თუ დავასრულე ჩინურის სწავლა, მინდა რომ იაპონურსაც ცოტა დავუკავშირდე, იაპონურიც საინტერესო ჩანს. ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი არის ეს და აქ მასწავლებლად დავირჩია მე მერცია სოლოღაშვილი, ჩემი მასწავლებელი, რომელსაც ვთვლი ასევე ჩემ დად, მეგობრად, რადგან სულ გვერდში მედგა, ყველაფერში მეხმარებოდა. იყო ჩინური ხიდის კონკურსი, სადაც მასწავლებლების კონკურსში ვიყავი. პირველი დონე იყო ტესტის დაწერა და მეორე დონე იყო პრეზენტაციით უნდა მეთქვა ჩემ ოცნებაზე, ანუ ჩინური რატო ავირჩიე და მესამე იყო რაღაცა ტალანტის ჩვენება და მეც ეკვა ავირჩიე ჩინური. პირველი ადგილი დავიკავე და ამით მე მივდივარ ჩინეთში. ქვეყნებს შორის არის ეს კონკურსი და საქართველოს სახელით მივდივარ. პრეზენტაცია უნდა გავაკეთო საქართველოს ტრადიციაზე, კულტურაზე. 学习中文不仅是一份事业，更是连接两个文明古佛的心与心的使命。谢谢大家。 ანა უკვე 3 წელია ჩინურ ენას სწავლობს ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტში. მე მას გასული ზაფხულიდან ვასწავლი. ენის გარდა ვამეცადინებდე ჩინეთის კულტურასა და ისტორიაში, რის შედეგადაც მან საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურსში ჩინური ენის ხიდი ანამ ღირსეულად მოიპოვა პირველი ადგილი საშუალო სკოლის მოსწავლეების კატეგორიაში. იგი გაემგზავრება პეკინში საფინალო ტურზე და იასპარეზებს საქართველოს სახელით, რის შემდეგაც მას ასევე გადაეცემა გრანტი ჩინეთში. სასწავლებლად. დიდი მადლობა. განსაკუთრებულ დღეებში მიყვარს ჩინური ტანისამოსში ჩაცმა და ხო, ამით უკავშირდები უფრო ჩინურ კულტურას და ტრადიციას და ძალიან მოწონს. სახშიც მაქვს ეს ასეთი ჩინური ორნამენტები და ძალიან ლამაზია. დედ-მამა და ორი დამყავს, ვინაც რაღაც ნაწილი შეისწავლეს. ჩემიდები სულ გაიძახა ნიჰაო და მოწონთ პირიქით ჩემი ჩინური არჩევანი. სახომიდან და როცა ჩინეთში წავალ და პრეზენტაციას ვანახებ ყველას, მინდა რომ აფხაზეთზე სწორი ინფორმაცია მივაწოდო ჩინელებს და უთხრა ის რომ აფხაზეთი საქართველოა და საქართველოს ნაწილია.